პირველი მაისია და მე ისევ ქურთუკით ვარ. მესხი ორი სტადიონზე მოვედით, დღეს ერთმანეთს სპაერი და ტორპედო დაუპირისპირდებიან. ნახოთ რა ანგარიში დასრულდება თამაში. ტორპედო მეოთხე ადგილზეა, სპაერი კი მეხუთე ადგილზე და ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. გამორჩეულია ტორპედოს ეკიპირება, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ საუკეთესოა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული მწვრთნელი ყავს სპაერის ლიგა 1-ში აზუკა კიღურაძე. რაც შეეხება მაყურებელს, მაყურებელი თითქმის არ არის. საფეხბურთო ნომერი 1 ბუხუტი ფუტკარაძე. ტორპედოს მაყურებელი ჭარბობს, იმიტომ რომ იქით ტრიბუნები უფრო სავსეა. გაიხსნა ანგარიში 1-0-ს იგებს სპაერი. ოხრეიძემ გაიტანა. აქტიურები არიან ტორპედოს გულშემატკივრები და ისინი განსაკუთრებით ხომაგობენ საკუთარ გუნდს. მოგვემატა მაყურებელიც, ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ნელ-ნელა გაწვიმდა და ყველა მაღლა ავიდა. 75 წუთზე მოახერხა ტორპედომ და გაიტანა გოლი, გათანაბრდა ანგარიში 1-1-ია. ასილაძე არის მეორე გოლის ავტორი. სპაერმა 2 გოლი გაიტანა მეორე ტაიმში, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა იყო და არ ჩაითვალა. გოლი! აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგია, რომ ტორპედოს გულშემატკივრები ჩამოყავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გულშემატკივარი იყოს თამაშზე.